გამარჯობათ მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ანალიტიკური ანალიზი ორი პიროვნების ნაწილი ცხადია, მთლიანად არა, როგორ აზროვნებენ, ფიქრობენ და გამოხატავენ, იქცევიან ორი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც ცხადია ერთმანეთიდან გამომდინარე ერთად მართავენ ქვეყანას, ეს არის პირველ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და მეორე შემთხვევაში ირაკლი კოპახიძე. ხო, ძალიან ბევრი საერთო აქვთ ამათ ერთმანეთთან და ამ ნაწილებს თუ გაინტერესებთ, ვის ხელშია საქართველოს ბედი, უყურეთ ბოლომდე, იმიტომ რომ როდესაც განვიხილავ კარმის კუდს, ანუ წინა ცხოვრებაში რა გამოცდილება ჰქონდათ ამ ადამიანებს, თქვენ შოკში ჩავარდებით, როგორი საერთო აქვს არა მარტო ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან, არამედ ერთსაც, მეორესაც და ადოლფ ჰიტლერსაც. თქვენ შოკი გექნებათ. მაგრამ დღეს ამაზე არა, დღეს მოდი ვნახოთ, პირველ რიგში დავიწყოთ ბიძინათი. როგორ გრძნობს ბიძინა თავის თავს, როგორ აღიქვავს თავის თავს და აი ეს წერტილები, აი ეს ორი წერტილი გვაძლევს ინფორმაციას, როგორი პიროვნება არის, ანუ რა არის ჩამოსული დედამიწაზე, სულს რო ვეძახით, როგორი ვიბრაცია აქვს მას და როგორ იღებს ის, ასე ვთქვათ, მე რო ვარ ბედნიერი, მე რო ვარ რესურსული, როგორი ვარ მე, როგორ გამოხატავს თავის თავს. დავიწყოთ ენერგია 18-ით და ეს ენერგია არის მთვარის ენერგია. ეხლა ნახეთ როგორი ენერგია არის ეს, საერთოდ ეს არის თუ მე დავახასიათებ ახლა და თქვენ კომენტარებში დამიწერეთ 100 არის თუ არა ეს და 100 ჩავს თუ არა ბიძინა საზოგადოებაში. ეს არის დამალული, ჩაკეტილი, უჩინარი, გასაიდუმლოებული და ალბათ ძნელია რომ ვინმე არ დამემთახოს, მიუხედავად იმისა კოცი არის თუ არ არის კოცი, რომ ბიძინა მრავალი წლის მანძილზე იყო დამალული, ჩაკეტილი, საიდუმლოდ რჩებოდა, მალავს და ჩქმალავს ყველაფერს, გადაკეთებული აქვს გვარი, რუსეთში იყო სხვა სახელი და გვარით, აქ არის სხვა სახელი და გვარით, მამამისი არის სხვა გვარი. მალავს ეროვნებას, მალავს გვარს, მალავს თავის ფესვებს აბსოლუტურად და აბსოლუტურად ჩაკეტილია, ხო, იმალება, დაჩქმალულია, აქვს ბევრი საიდუმლო და 18 ეს არის ძალიან დიდი შიში კიდე. ასევე 18 ენერგია ეს არის ილუზიები და ეხლა მე რასაც ვიტყვი, ამაზე ბევრი ვინმე საუბრობს, ეს არ არის მარტო ჩემი ნოუ-ჰაუ. 18 მინუსში ეს არის ფსიქიური დაავადებები, ანუ ილუზიებიდან გამოწვეული პარანოიები. ხო, როგორ იღებს თავის, ასე ვთქვათ, როდის არის ის კმაყოფილი და რატო არის ესეთი, ასე ვთქვათ, როდესაც ის ისევ და ისევ არის დამალული, ორიანით საკმაოდ ესეთი ჩაკეტილი ენერგია არის, იდუმალი ენერგია არის. მოკლედ, ნახეთ, იმდენად დიდი არის ამ პიროვნებაში აი ეს გულწრფელობის შიში, ღიაობის შიში, ანუ რაღაცა ძალიან მძიმე ენერგიიდან მოდის ეს ყველაფერი, რაღაცა ტრამვიდან მოდის ეს ყველაფერი და ეს არის რომ რაც შეიძლება დაიგმალოს, ჩაიმალოს, კონდეს ბევრი საიდუმლო, ორიც მთვარეა. მთვარის ენერგია ეს არის პირდაპირ სულიერი ენერგია, ძალიან ძლიერი და თუ ეს დაზიანებული აქვს ადამიანს, პირდაპირ მაჩვენებელი არის, რასაც ადრე ესე გამოხატვდნენ, სულიერი ავადმყოფი, სულით ავადმყოფი, ფსიქიური ავადმყოფობა ფებს ეძახიან, ადრე იყო სულიერი ავადმყოფი, ესე ეძახდნენ და პირდაპირ აი ძალიან მკვეთრად ჩანს ეს. გადავიდეთ შემდეგ ენერგიაზე, ეს არის
უკვე აზროვნება, როგორ აზროვნებს და რატო აზროვნებს. ნახეთ, რომ 10-იანი აქვს. 10 ენერგია, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ენერგია არის, იმიტომ რომ რადიკალური პოლარობა ახასიათებს მას. 10 არის ბედის იღბალი, ფორტუნას ასე ვთქვათ, ენერგია და მას საკმაოდ მრავლად აქვს, საკმაოდ იღბლიანი პიროვნება არის და ასე ვთქვათ, ეს ადამიანი აზროვნებს აი ასეთი მიდგომით, როდესაც ეს აზროვნებაში უდგას, ეხლა რა წერტილებსაც ვსაუბრობ, აი ამ წერტილებს ვსაუბრობ ახლა მე. აი ესე მოვხაზავ. ეს არის, როდესაც ნახე, აზროვნებს, რომ რადიკალურად ნახე, ან ბედნიერია, ან უბედურია, ან უმართლებს, ან არ უმართლებს. ანუ რაღაცა შუა ფაზები არ აქვს 10-იანს. ან ძალიან უხარი, ან ძალიან არ უხარია და გაბრაზებული არის. ანუ აი წაღმა-აღმა აი ესე, ან რადიკალურად პლუსი, ან რადიკალურად მინუსი. აი ნუ ესე აზროვნებს, ან ყველაფერი აწყობს, ან აწყობს. თან 10 არის კიდევ ერთხელ გაუსახავს ფორტუნა, იღბალი და ფორტუნა და იღბალი მაშინვე ასოცირდებოდა რაღაცის მოგებასთან. ხო? და 14 ენერგია რატო ფიქრობს ასე? ანუ რას იღებს ამითი? ის ფიქრობს, რომ თუ მოიგო ღმერთი წყალობს მას, ბედნიერია, თუ წააგო ღმერთი არ წყალობს მას და ის უბედურია. აი ამაზე არის მისი აზროვნება დამოკიდებული. ეხლა ვნახოთ მისი გამოხატულება. ნახეთ, ისევ 10-იანი გვაქვს, როგორ გამოხატავს და ის მისი გამოხატულება ზუსტად ამაზეა აწყობილი, აწყობს მას და ბედნიერებას მოუტანს, მისი ქცევა ნებისმიერი, თუ არ აწყობს და უბედურებას მოუტანს, მისი ქცევა, ასე ვთქვათ, და გამოხატულება. აი, ფიქრი და ქცევა აბსოლუტურად ერთი და იგივე აქვს, უბრალოდ გამოხატულება აქვს ესეთი. ან ეს ადამიანი ჩანს 12 ენერგია, აი გამეცინა, როცა შევხედე, ან აჩენს ისე, რომ მე ვარ მსხვერპლად შეწირული, ქველმოქმედი, უკეთილშობილესი, ყველას უკეთებ კარგს, ყველასთვის კარგი მინდა, ან მეორე მხარე არის, როგორც აჩენს, რომ აი მე ვარ მსხვერპლი, მე დამიშავეს, მე საქციები დამადეს, ორაუბედური ვარ, ყველთელი მსოფლიო მე მებრძვის და მე ვარ ერთადერთი გმირი, Deep States ვებრძვი, ვერავინ ვერ შეებრძოლა ამას, ვერც ამერიკა, ვერც ევროპა, ვერც უკრაინა და ერთადერთი ბიძინა არის, ვინც უმკლავდება Deep States, აი როგორი გმირია და როგორი მსხვერპლად შეწირული. დამიწერეთ, დააპაუზეთ და დამიწერეთ კომენტარები, არის თუ არა ის ესე, რასაც ვამბობ. ეხლა გადავიდეთ კოპახიძეზე, ირაკლისზე. როგორი არის მისი ენერგია, მისი სული, მისი რესურსი ამ სამყაროში ჩამოსული, ეს არის 7-იანი ენერგია და 7-იანი ენერგია ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს მიზნები და იმისდებისკენ მიიღწევს. ეს არის, წარმოიდგინეთ, ომში მთავარსარდალი, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა, რომ უნდა მოიგოს ომი და რა ფასად მოიგებს ამ ომს, ასე ვთქვათ, მორალურად, ამორალურად, სწორად, არასწორად, დიდი მსხვერპლით, პატარა მსხვერპლით და ასე შემდეგ, საერთოდ არ აინტერესებს. მთავარია, რომ გამოვიდეს და მოიგოს ის დასახული მიზანი, რაც აქვს. და როგორ გრძნობს ამ ყველაფერს, იკმაყოფილებს თავის შინაგან ეგოს ცხრიანს, იკმაყოფილებს თავის შინაგან სულს, რომელიც თვითონ აქვს ესეთი შეგრძნება, რომ რაღაცა მე ეს დაკვირვებით არ აღმომიჩენია, ბედის მატრიცაში ჩანს, ნახე, მას აქვს ესეთი განცდა, რომ არის მიტოვებული, არის მარტო, არის გარიყული, ერთი დგას და დარჩენი ყველა სხვაგან და თუ მოიგებს, აი დაუმტკიცებს ყველას, რომ რა მაგარი ბიჭია. ეხლა როგორ აზროვნებს ის? აზროვნებაში აქვს 6-იანი და 6-იანი არის ჩემოკარგებო სიყვარულის არკანი და 6-იანი დადებითში მოითხოვს, რომ პირობოდ უყვარდეს ყველა და ყველაფერი და ეს არის გაგება ღმერთის, აი ნახე, ღმერთი ჩემშია, ღმერთის სიყვარულია, სიყვარული ჩემშია, მე ვარ სიყვარული და მიყვარს მთელი სამყარო. აი ეს ჩამოვაყალიბოთ და მინუსში 6-იანი ეს არის მე არავის არ უყვარვარ.
მე არავის არ უნდა ვარ, მე მაქვს სიყვარულის დეფიციტი და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დაგიმტკიცოთ თქვენ, რომ მე ვარ ამის ღირსი. და როგორ გონია, რომ თუ დაიმტკიცა, რომ ის არის სიყვარულის ღირსი, ის იქნება ბედნიერი, როგორც ვისაუბრე 10-იან ენერგიაზე. როგორ მოქმედებს ის და როგორია მისი გამოხატულება, ქცევის გამოხატულება, ეს არის 17 ენერგია და ეს არის ვარსკვლავური ენერგია, ის აუცილებლად უნდა გახდეს ვარსკვლავი, პირველი, სადაც მოღვაწეობს, კაშკაშებდეს, არის ხო მისი დახასიათება, ხო, ყველაფერი გააკეთა, რომ იყოს ნომერ პირველი კაცი, ვარსკვლავური და აი, როგორ ვთქვათ, ჩანდეს, მე ვაკეთებ, მე საუკეთესო ვარ, მე ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ და მარტო ის არა, რომ პირველ ადგილას არის დღეს ქვეყნის სათავეში და არის პრემიერ-მინისტრი, ის თავისი საქციელით, აი დაერია კიდევაც თავისი გუნდის წევრებს, იმიტომ რომ მე ყველაზე მაგარი ვარ, მე ყველაზე, მოდი ვიხმარ ბოდიში რუსული სლენგი უნდა ვიხმარო, მე კრუტოი ბიჭი ვარ, რა ყველას გაჯობებთ. და რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ 19 არის მზე. ანუ ეს არის უზარმაზარი ამბიცია 17-19 ვარსკვლავები მზე, უმაღლესი გამოხატულება ამბიციის, ეგოცენტრულობის და აქ იხატება პიროვნება, რომელსაც თავისი ეგოს გარდა, თავისი ეგოცენტრულობის გარდა, რომ მე რა მინდა, არავინ და არაფერი არ აინტერესებს და არანაირად არ აინტერესებს, რის ხარჯზე მიიღებს ამას, რას ძმას უნდა. ეხლა ნახეთ, ეს არის ერთი საერთო და მოდი დავწერ მესამე 10-იანსაც. ეს იყოს ბიძინას 10-იანი, ეს იყოს ირაკლეს 10-იანი და ეს იყოს ჰიტლერის 10-იანი. ეს ერთი საერთო, რაც აერთიანებს, ოღონდ ეს არ არის ერთადერთი, უფრო ეს არის ერთ-ერთი. იმ ბევრი საერთო და რასაც შემდეგ ვიდეოებში ნახავთ და ნახავთ, ეს არის კომფორტის ზონა, რაც ამ სამ ადამიანს აერთიანებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების სათავეში მყოფ ადამიანებს ეს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. როდესაც გადავალთ კარმებზე თქვენ შოკში ჩავარდებით და ნახავთ, რომ ყველა ეს ადამიანი, ყველა ამათი სული ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ და აკეთებდნენ ერთი და იგივე საქმეს. და ეს სულები, ვინც ახლა ქართულ ოცნებაში არის, მთავრობაში, ძალიან ბევრი მათგანი 90% ერთნაირად იქცევდნენ, ერთნაირად მოქმედებდნენ და ერთი დიდი ეპოქა შექმნეს და რა ეპოქა, ვინ იყვნენ ესენი და რას აკეთებდნენ, ნახეთ ეს სერია და თქვენ დიდი შოკი გელოდებათ. ხო, ეს არის 10 ენერგია და ეს არის დიდი იღბალი, დიდი კომფორტი, მოგების სურვილი, წარმატების სურვილი და კი ბატონო, ეს არის მათი საერთო. ანუ იქ უხარიათ, სადაც იგებენ, იქ უხარიათ, სადაც წარმატებას ნახავენ, იქ უხარიათ, სადაც მოგებას ნახავენ და ეს არის ის ენერგია, რაც მათ ძარღვებში ადრენალინს გამოყოფს მათ სისხლში, რომ ისინი უნდა იყვნენ იღბლიანები, მოგებულები, წარმატებულები და აი როგორ გითხრათ ნახე, როცა იგებ რა ხდება, არის ადამიანების ჯგუფი და აი შენ ხარ მოგებული, შენ გაიმარჯვე, ოღონდ შენით კი არ გაიმარჯვე, აი იღბალმა გაგამარჯვებინა. აი ეს არის ამათი ადრენალინი და ეს სურვილი არის ის, რაც მათ აერთიანებს და ის, რაც მათ მართავს. ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს. ეს არის მაგათი კომფორტი ზონა, ასეც ქვია. ეხლა დამიწერეთ, რამდენად საინტერესო იყო ეს და ჩაუჭექით შემდეგ ვიდეოებსაც.